კომპოზიტორის უნიკალური მასალა, რომელიც ნაწარმოებთა ორიგინალებსა და ხელნაწერებს აერთიანებს ეროვნულ არქივს გადასცა. სულხან ცინცაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით არქივში კომპოზიტორის მემკვიდრეობის შესასწავლად მკვლევარებსაც მიიწვევენ. ლიზა ციციშვილი გიამბობთ. ამ პოპულარული ქართული სიმღერების ორიგინალების გაცნობა დღეიდან ეროვნულ არქივში იქნება შესაძლებელი. ცნობილი ქართული სიმღერების შემქმნელის მემკვიდრეობა კომპოზიტორის მეუღლემ ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცა. პირველად გავხსენი ეს თაროები, პირველად დავიწყე რაღაცის გადათვალიერება. კომპოზიტორის სულხან ცინცაძის სამუშაო ოთახში დღემდე არაფერი შეცვლილა. წლების შემდეგაც ყველაფერი ისეა, როგორც თავად დატოვა. გარდაცვალებიდან 19 წლის შემდეგ საზოგადოება პირველად გაეცნობა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიისათვის საინტერესო დეტალებს. ცოცხლის დროს არ ყვარდა, როცა მაგის კაბინეტში ვერევოდით, რაღაცას ხსნიდით, მაგის თაროებს, ნოტებს ვიღებდით და ეს 19 წელი ხელი არ მიეხლია და როცა გადავწყვიტე არქივში რომ იმეცა ძალიან გამიჭირდა. ნოტები, ცნობილი ქართული სიმღერების ორიგინალები, პირადი წერილები, წლების წინ დადგმული წარმოდგენების აფიშები, სცენარები და უნიკალური ფოტოარქივი. ეროვნულ არქივში აპირებენ სპეციალისტებს მათზე მუშაობის საშუალება მისცენ. მოხდება ყველა ამ დოკუმენტების სათანადო წესით შესწავლა, დამუშავება და შემდეგ უკვე ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება ქართული მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისათვის. აქ ბატონ სულხანის მასალებთან ერთად კომპაქტურად არის დაცული სახელმწიფო კონსერვატორიის ფონდი, სადაც ბატონი სულხანი 20 წლის განმავლობაში რექტორად მუშაობდა. აქვე ჩვენთან არის კინოსტუდია ქართული ფილმის მასალები, რომლის უამრავი ფილმი ბატონ სულხანის მიერ არის გაფორმებული და რა თქმა უნდა მკვლევარისათვის, რომელიც ჩვენთან მოვა შემდგომში ბატონ სულხანის შემოქმედების შესასწავლად, უფრო ადვილი იქნება მთლიანობაში ყველაფერი ეს მასალა მოიცვას. სულხან ცინცაძის დაბადებიდან 85 წელი გავიდა. კომპოზიტორის კინოსთვის შექმნილი სიმღერები კი ისევ ისეთი პოპულარულია, როგორც მაშინ, როცა პირველად ეკრანებზე გამოჩნდა.